რაღაც ხდება დღეს ქალაქში, არ ვიცი რა. მაგრამ ერთი 500 ბავშვმა გაგვიარა და არა და არ ჩერდება. სკოლაში აქვს რაღაც კერემოს? მე მგონი ის ეწერა. რაღაც გარემოს დაცვით მსგავსი რაღაც ეწერა მე მგონი რა, ფურცლები აქვს გაკრული წინ რა. ეთქვა ჯერ ეს ფურცლები დახატეს. და მერე წამოვიდნენ საკატაოდ. მე და ველოდებით როდის მორჩება და არა დაარჩება. სადღაც მივდივართ და აქ ველოდებით ავტობუსს, რომელიც უნდა მოსულიყო 3 წუთის წინ, მაგრამ არ მოვიდა და ჩვენ მაინც ფარხმალს არ ვყარით და ველოდებით, იქნებ მოვიდეს და დავინახეთ ეს ქანდაკება და პატას ვეუბნებოდი ბაბუა ჩემი იჯდა ხოლმე ესე თქო. მე ზუსტად ესე უყვარდა ჯდომა. მოვიდა იმეჩი. პეპკოში შემოვედით. ეს ორი თმის რეზინი ავიღე, იმიტომ რომ მე მგონი ჩემი თმის რეზინი დავკარგე და არ გაგიკვირდებათ ჩემგან. და ეს პირსახოცი ავიღე, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ხშირად ვანაობ ხოლმე დარბაზში რა უფრო მეკომფორტულება და არ მქონდა მაგდენი პირსახოცი, ამიტომ ეს ავიღე და აქ ვნახე, ფასდაკლება არის ეხლა თუ არ ვიცი სადაც ეს ფასი ღირდა. ესეთი შეიკერები, რომლებიც თითქმის იგივეა, რაც მქონდა და რახან ჩემი გატყდა, მინდა რომ ახალი ავარჩიო. არ ვიცი რომელი ყვავილებიანია, ეს არის მარწყვიანი, ესენი ყვავილებიანი, იმას კი ბორჩხალები ახატია. ბას რომელი მოგწონს? ეს ამირჩია პატამ, იმიტომ რომ მარწყვი აქვს და ისინი ძალიან ჩაყვავილებული იყო და ეს მომეწონა კიდე. Hello Kitty. ესეთი ორი ჩაი მოვიტანე, ერთი არის ეს არის გვირილო თაფლთან ერთად და ერთი არის ეს გადამუშავების პრობლემა ვისაც აქვს, მაგათთვის არის კალორიები საერთოდ არ აქვს, ამას 2 კალორია აქვს, ამას მე მგონი 1, ხო? და რაღაცა პროდუქტებზე შემექმნა აშკარად გადამუშავების პრობლემა და ეს ძალიან ჭირდებოდა. მიხარია რომ ნახე. ვიყიდეთ ცომი. ესეთი ყველაზე დაბალი კალორია ამას ქონდა. და ეხლა პატამ უნდა გააკეთოს რაღაცა გემრიელობა. აქვე ესეთი ბანანი მოვამარაგე, იმიტომ რომ ტოსტერი მოვიდა ძლივს ხალხო, გაჩვენებთ ახლა მაგ ტოსტერსაც და მაგ ტოსტერით ძალიან გემრიელი რაღაცები უნდა გავაკეთოთ, ამიტომ პროტეინის პუდინგების მოვიტანე. აი ჩვენი ტოსტერი, რომლის საყიდლადაც 9 თავიანი დრაკონის დამარცხება დაგვჭირდა. გამოვიწერე 2 დღის წინ ზუსტად და დღეს მოიტანეს არა და მეგონა რომ ერთი კვირა მაინც უნდა დაულოდებოდი. ერთხელ უკვე გავტესტეთ, ძალიან კარგი ვაფლი გამოვიდა. თან ძალიან ცოტა დრო სჭირდება და მანამდე რო აი აქ ვაცხობდი და ხო გითხარით ცოტა პრობლემური არის, მეთქი 40 წუთი ველოდებოდი ხოლმე და 40 წუთის საქმე გააკეთა ზუსტად 1 წუთში. თან ესეც ძალიან მომწონს, სარეგულირებელი რო აქვს რა. თუ მალე გინდა შეგიძლია უწიო. თუ შედარებით უფრო ფუმფულა გინდა შედარებით დაბალზე დააყენებ, მოკლედ ძალიან კაი რამეა. ეს ბრენდიც მომეწონა, ამ ბრენდის ლოზუნგია რომ მოემზადა კომპლიმენტებისთვისა და მომეწონა. ამიტომ ეს მედია მარკეტში იყიდება და თურმეს გინდათ იცოდეთ რომ 100%-იანი რეკომენდაცია ძალიან კაი რამეა რა. ესე ჩემი ერთგული ყოველდღიური მეგობარი გახდება. როგორ ვაკეთებ მე რეცეპტსაც ჩაგიწერთ, ახლა ხამე არის და მაგდენ ახშირწყალს ვერ იდები, მაგრამ ხვალანზე შეიძლება გავაკეთოთ და განახებთ რას ვიყენებ ხოლმე. ასევე არ მახსოვს ეს ჯემი გაჩვენეთ თუ არა, 0% ასუქარი აწერია, იყიდება მერკადონაში და ყველაზე კაია, იმიტომ რომ 100 გრამზე აქვს მხოლოდ 40 კალორია და ვინც ხართ წონის კლებაზე ძალიან დაგეხმარებათ. კალორიულ დეფიციტში არის მისწრება. და ასევე კეჩუპის მოყვარულებს ეს არის ძალიან კაი, 100 გრამზე აქვს 83 კალორია, არ აქვს დამატებული შაქარი და ესეც ძალიან დაგეხმარებათ. თუ გინდათ რაღაცების გაკეთება ცომისგან, ამას ქონდა ყველაზე დაბალი კალორია და ეხლა გაჩვენებთ წინაზე რა ვიყიდე, რომელსაც ბევრად უფრო მაღალი კალორიები აქვს და რო განასხვავოთ. ეხლა ეს ქვედა ნაწილი უკვე გამოვიყენეთ და აღარ აქვს, მაგრამ კრუასანები ახატიან, აი აქ ჩანს რა. და ეს არის ფენოვანი და ხო იმით კეთდება რა ქვია, კარაქით და ბევრად უფრო მეტი ქონდა კალორია, აი აქაც აწერია კონმანტია და ხო რომ ძალიან გემრიელია, აი უგემრიელესი, მაგრამ ჯობია რომ ის იყიდოთ ხოლმე. დარბაზში მივდივართ. ესე იგი ვიყავით ვარჯიშზე მე და პატა, მოვიდით ახლა სახლში და უნდა გავაკეთოთ ქათმის წვნიანი, თეთრი ყვავილოვანი კომპოსტო მოვიტანეთ.
ბროკოლი და ასევე მე მოვიტანე. უნდა გავაკეთო ჟელატინი, ძალიან დიდი ხანია არ მქონია ჟელატინი რაციონში. კარგად არ გამომდის ხოლმე, საქართველოში გამოფხამების პროცესში ვიყავი, მაგრამ ნახოთ აბა რა გამოვა. ეს უნდა გამოვიტანო, იმიტომ რომ რაღაცას თუ არ დავამატებ, ძალიან ბაძი გამოდის. რას ვაკეთებთ ახლა? მე აქ წყალში გავხსენი ჟელატინი, რომელიც უნდა იყოს ყოველგვარი დანამატების და ყველაფრის გარეშე, ანუ უნდა იყოს unflavored. ყველგან ნახავთ იდეაში, ყველგან არის უბრალოდ აქ რავი რატო გამიჭირდა პოვნა. 100 გრამზე აქ 370 კალორია და უნდა ჰქონდეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილები. შაქარი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. აი ახლა პროტეინი აქვს 87 გრამი. 2 პაკეტი იყო შიგნით, იდეაში 3 ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ოკეი. გავხსენი წყალში, ცივი წყალი დავასხით ჯერ, სადღაც 5-10 წუთი შევაყოვნებ და მერე დავასხამ ცხელ წყალს, იმიტომ რომ ეს ბურთები რამდენიც არ უნდა ველოდო ამ ცივ წყალში არა და არ იშლება. ნახეთ როგორი ბურთული ლაკები აქვს. აქეთ მაქვს დაჭრილი კივი და აქეთ მაქვს მოცვი, რომელიც უნდა დავამატო და ასევე უნდა დავამატო იოგურტი, მაგრამ ჯერ დავავალოთ. გაწიახალი ვარ რა. ნახეთ უბრალოდ რა გამოვიდა. ესე პატას შედევრი. როგორ მიყვარს ვარჯიშის მერე ესეთი საჭმელები. ესე იგი ძალიან გემრიელი იყო პატის გაკეთებული წვნიანი და ამას არ ვაცდი გაკეთებას იდეაში ხვალამდე ხელი არ უნდა შებახო, მაგრამ უკვე გავსინჯე და სიტყვა დამაკლდა რა. იოგურტი იმდენად ტკბილი არ იყო, რომ პირობითად ამ ხელა მასა გაეკეთებინა. ეს ტკბილი არ არის. კივი ისეთი ტკბილი არ არის, რომ მთელი ლუკმა დაგიტკბოს. ამიტომ სიტყვა დამაკლდა, შემდეგში დავუმატებ თაფლსაც. დღეს ვართ მეგობრებო მარათონზე. 2 ჯგუფად გაიყო ხალხი. არის 10 კილომეტრიანები და არის 5 კილომეტრიანები. ჩვენ ჩავეწერეთ 5 კილომეტრიანებში. მოგჩეს ესეთი მაიკები, ჩანთები, ესეთი ნიშნულები. კიდე რაღაცები დაგვირიგეს, აი ტელეფონის ჩანთები რაღაცები და დაიწყო. უფრო ადრე დაიწყო. ეხლა 10 კილომეტრიანები უკვე ამთავრებენ. 5 კილომეტრსა ჩვენ აქედან უნდა შევუერთდეთ. პოლიცია მობილიზებულია რომ რამე იყოს. ძალიან ბევრი ხალხია. ნომერი მაქვს 50270, ანუ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი არის ჩართული. ვაუ, 15 წუთში დაფარეს 5 კილომეტრი. ძალიან ბევრი ადამიანი იღებს თურმე მონაწილეობას. კარგი ხანია ესე ვდგავართ და ველოდებით ნაკადი როდის შეწყდება და სხვათა შორის ძალიან ბევრია. აი 50 წელს გადაცილებული დაახლოებით რა. ძალიან მაგარ ფორმაშია ყველა. ოჩაღა მაქვს. ეს 9-ზე მოვედით დაახლოებით. აი ხლა 10 საკლია 20 წუთი და არ წყდება ნაკადი. ძალიან ბევრი ხალხია. რადგანაც ჩვენი ჯერიც. თითქმის 10 საათი შესრულდა და Me voy con ustedes, me voy. Representación de todos lados. Qué energía, qué vibra, qué buena marcha. აქ. დასრულდა ძლივს მარათონი. მოგცეს ესეთი ელექტროლიტები. ძალიან მჭირდებოდა ახლა, ძალიან მომწყურდა და ახლა რა ვშვებით ბუ? დავბრუნდით მეგობრებო, ზუსტად ახლა შემოვედით სახლში და ძალიან კარგ დროს მოვედით, იმიტომ რომ რო ამოვდიოდით ზუსტად მაგ დროს დამირეკა კურიერმა, რომ თქვენ სახელზე მოსული არის ამანათიო და წინაზე არ დავხვდი სახლში, ვერ ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენს წინ ერთი ქალი ცხოვრობს მეზობელი. მეთქი იქნებ მასთან დატოვოთ, იმიტომ რომ მაგ ქალმა ბევრჯერ მიშველა უკვე, დაიტოვა ხოლმე ამანათები. არ ვიცი, ვერ გავიგე რას მეუბნებოდა, მაგრამ რაღაცა პრობლემა იყო და მაგ ქალთან ვერ ტოვებდა. მე ვუთხარი რომ ქვემოთ სალონია იქნებ, მან მაინც დატოვათო. მაგაზე მითხრა არ შეიძლებაო, მე მგონი გამომლანძღა, შენთვის არა მაგ, ანუ
no puedo რაღაცა მითხრა არ მაქვს შენთვის მთელი დღეო რა, ან დროზე თქვიო რა გავაკეთო და მე კიდევ რა ხვდები რა უნდა გააკეთო და ძალიან სტრესული იყო. და ეხლა ძალიან გამიხარდა რომ ზუსტად იმ დროს დაგვირეკა როცა ამოდიოდი. და ნახოთ რა ამანათი მომივიდა. ეს რაღაც დიდია და მე მგონი ანუ ეს ჩანთა არ მომწონს ჩემი რა, ძალიან პატარა არის, ვერაფერს ვერ ვწერს შიგნით და რაღაცა და მე მგონი ეს უნდა იყოს ჩანთა და თუ ჩანთა არის ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ძალიან პრობლემას მიქმნიდა უკვე და მაგაში არ მინდოდა რომ გადამეხადა თანხა ახლის სტილისთვის რა. ზარას ქურთუკი მომივიდა. ბას! მე არ გამომიწერია და მაგიტომ აქ ესეთი რეაქცია, ანუ კომპანიებს ახლა თანამშრომლობ, ვცდილობ აქაც ესპანეთში ცოტა უფრო რთული პროცესია, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად და არ მახსოვს რომ ზარასთან მითანამშრომლოს. მაგრამ ასევე არიან ხოლმე კომპანიები, რომლებიც სხვა სახელით მერე მაგ კომპანიის ნივთს გიგზავნიან და შეიძლება სხვასთან ვითანამშრომლე და ზარას ნივთი გამომიგზავნეს. Okay, let's see. Բարեմ მოვისინჯო. შიგნიდან ეს მეცვა არ მეგონა თუ დაგვირიგებდნენ მაიკებს და მეთქი ამას ჩავიცვამ თქვენ, იმიტომ რომ უკან ესეთი მოგებული ზურგი აქვს და ლამაზია ძალიან. და მე მაიკები დაგვირიგე. აუ, ძალიან საყვარელი კურტკა. აუ, რა კარგია. ძალიან კარგია. Damn. Cool. ძალიან თბილია. მე მგონი სევილიისთვის ზედმეტად თბილიც გია. აი დეკემბერში რა და იანვარში რა პერიოდშიც ჩამოვედით, მარტო მაგ დროს შეგიძლია ესეთი თბილი რაღაცის ჩაცმა. სხვა დროს აქ ამას ვერ ჩაიცვამ. ეხლა უკვე აქ ვეღარ ჩავიცვამ, მაგრამ ამათ დიდი ალბათობით ენდოვებათ კონტენტის შექმნა. და მომიწევს რომ ერთხელ ჩავიცვა, გავიდე ფოტო გადავიღო ან ვიდეო გადავიღო, რაც ენდომებათ. კაია. მომეწონა, მადლობა. ჩანთა უფრო მინდოდა, მაგრამ ჩანთა არ მახსოვს, აი ვითანამშრომლე თუ არ ვითანამშრომლე ჩანთაზე დიდად არ მახსოვს. ეს ესტო. საგვარელი ტოპია. რა კაია, ნახეთ. დიფაინის ტოპია. ეს ძალიან ცნობილი და ძალიან მაგარი კომპანია არის და არც ამასთან არ მითანამშრომლია, ხო რაღაცა ხდება. შეცდომა არ არის. ეს კურტუკიც აშკარად მახსოვს, ეს როვარდში ეგეც მახსოვს. მაგრამ თვითონ რაღაცა ის ხდება რა, სხვა კომპანიისას რო გიგზავნიან ხოლმე. გიждები ესეთ ტოპებზე თქვენ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ზურგი მთლიანად გიჩანს და ახალ ეგეთი მოცვია დაახლოებით და ძალიან მიყვარს ესეთ ტოპები, უბრალოდ ჩემი არის მაიკა ამ შემთხვევაში და ეს იქნება უშუალოდ ტოპი. და ნახოთ მეორეც. ალფალეტის ულამაზესი ესეთი ტოპი არის ესეც და ესენი აქ დასამოკლებელი და მე დავუმოკლებ. ესეთი, აი მე ახლა ზურგი არ გამოჩნდება. ესეთი რაღაცნაირი ზურგი აქვს. ესეც უბრალოდ მედიდება ახლა ეს ცოტა. და რა ზომა არის სმოლია. ჩემი არის XS-ი. პატარა მკერდზე XS-ი იდეალური არის ხოლმე. ეს კაი მოჩვარული მექნება, მაგრამ ოკეი. ლამაზია ესეც ძალიან. მადლობა დიდი. არ მახსოვს რომელი ბრენდი არის, მაგრამ მე გავარკვევ. აქ დავასრულებ vlogs. რა მინდოდა? რა აპდეიტები შემიძლია რომ გავაკეთო? სამსახური არ მინახავს ისევ. რავი, ჩემი მხრიდან რაც საჭირო არის, ყველაფერს ვაკეთებ. სკოლაში დავდივარ კვირაში 2 დღე. ეხლა სიახლე არის ის, რომ ერთი ქართველი გოგონა დამიკავშირდა, რომელიც ცხოვრობს ესპანეთში, თუ არ ვცდები უკვე 2 წელია.
ძალიან კარგად ფლობს ესპანურ ენას და დაიწყო შემსწავლელი კურსი ესპანური ენის და A1 დონის კურსი აქვს გაკეთებული და ანუ რაღაც მომენტში თითქოს A1 დონე ასე თუ ისე ვიცი. ანუ აი როგორი რაღაცებით მე შენ ნაცვალსახელები ანბანი, სიტყვების დამარცვა, როგორ უნდა წაიკითხო, ასოები მარცვალში, როგორ უნდა წაიკითხო, ელემენტარული სიტყვები, აი მაგი და სკამი, ჩანგალი, დანა, კოუზი, ეგეთ რაღაცები რა. მაგრამ მაინც დავიწყე, იმიტომ რომ გამეორება არ იცოდნის დედა პირველ რიგში და არც ერთ ვარიანტში არ მაწყენდა და დამტკიცდა იმით, რომ რაღაცა სიტყვები რომ გავიმეორე, მიუხედავად იმისა, რომ უმარტივესი სიტყვები იყო, მაინც უკვე რაღაცები დავიწყებული მქონდა, იმიტომ რომ კი აქ ვარ, მაგრამ კონტაქტი არ მიწევს ესპანელთან. ძალიან იშვიათად აი ესე 2 ან 3 წამიანი ზარი თუ შემოვა კურიერიდან და ეგეთ ძლივს ვიგებ, პაკეტს რო ვიგებ მესმის, რომ ესე იგი პაკეტი მოიტანა, ამანაც მოიტანა. ხო და ამიტომ ვარია ვარ თქვი მაგ შესაძლებლობაზე დავიწყე. ეხლა მომცა რაღაცა დავალებები და გაკვეთილები უსაყვარლესი გოგო არის, ძალიან მარტივად ახსნა, ძალიან კარგი PowerPoint-ი აქვს გაკეთებული, ანუ პრეზენტაცია და ისინი ძალიან სახალისოდ აქვს გაკეთებული, არის დაილუსტრირებული და არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ აი ვსწავლობ და ვაიმე რა რთულია და რაღაცა. მარტივად მიდის პროცესი ძალიან და მაგ გოგონას Instagram-ის links კი არა და screens ჩავსვა მაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცებს ეგრე გაწყობდეთ online რა, ანუ თუ მისვლა გინდათ უშუალოდ ადგილზე, მე უკვე რეკომენდაცია გავეცი ჩემს მასწავლებელზე, ქალბატონ ნინოზე, რომელმაც თუ რამე ვიცი, არის მისი დამსახურება და ხო არავინ არ იცნობს, მაგრამ ჩემი პროფესორები ხშირად აქებენ ხოლმე ჩემს მასწავლებელი ნინოს, იმიტომ რომ როგორ მოახერხა რომ 2 თვეში ამდენი რამე გასწავლაო. და თუ ვინმეს online გირჩევნიათ, ამ გოგონას ექნება რეკომენდაცია A1 დონიდან, ვისაც გინდათ, რომ დაიწყოთ აი ელემენტარულიდან რა, ჯერ კიდე ანბანიდან. ხო და ეგეც დავამატე. ეხლა გამოდის, რომ 2 დღეზე შევთანხმდით და გამოდის, რომ კვირაში 2 დღე მექნება ხოლმე სკოლა, 2 დღე მექნება ხოლმე ამ გოგონასთან online ჩართვა. ვფიქრობ, რომ ჩემს ესპანურს წინ წაწევს და გაუმჯობესებს და ძალიან მიხარია. და სხვა რა ვიცი, ვაგრძელებ ჩვეულებრივ დარბაზში სიარულს. თითქმის ყოველ დღე დავდივარ ხოლმე, ყოველ დღე სიარული აბსოლუტურად არ არის საჭირო. მაგრამ სხვას რო არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ მივდივარ ხოლმე და შეიძლება უბრალოდ გაწალობი გავაკეთო ან რაღაცა ისეთი რა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მივდივარ ხოლმე, რომ სახლიდან გავიდე. კიდე რა შეიძლება რომ გითხრათ, ჩემს რუტინას დავამატე ძალიან აქტიურად ლახტით ვარჯიშები. საქართველოში სულ ვაკეთებდი ხოლმე და სულ ვარჯიშობდი, მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, შევამჩნიე, რომ ძალიან მაინტერესებს და მუღამს ვუჭერ და ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია, რომ ეგეც დავამატე, მინდა რომ ძალიან კაი ლეველზე ავიდე. ეხლა ვარ ჩვეულებრივ ბიგინერი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვახტავ და რაღაცა, არაფერი განსაკუთრებული ტრიუკების გაკეთება ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ შემეძლია და მინდა რომ ცოტა მაღალ intermediate level-ზე მაინც ავიდე. მადლობა რომ მიყურეთ, მადლობა რომ გულშემატკივრობთ და თუ არ ხართ უკვე ჩემი გამოწერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.